მოგესალმები, მინდა შემოგთავაზო სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარება მაშინ, თუ გრძნობ შიშს, შფოთვას, ან იმყოფები ძლიერი და ინტენსიური ნეგატიური ემოციების ქვეშ. ამ სავარჯიშოს შესასრულებლად დაგჭირდება დაახლოებით 5-დან 8 წუთამდე, რომ განმარტოვდე, მოთავსდე კომფორტულად, ისე რომ არავინ შეგაწუხოს და ამ სავარჯიშოს რეგულარულად შესრულება დაგეხმარება, რომ იყო მუდმივად მშვიდ და გაწონასწორებულ მდგომარეობაში. მეშასე მოძებნი ადგილი, სადაც განმარტოვდები, მოთავსდი კომფორტულად. გაასწორე ზურგი. წარმოიდგინე თითქოს ზეციდან წვრილი, ნათელი, ძაფივით სხივი ეშვება, ჩამოუყვება შენს ხერხემალს და თითქოს შეგიძლია, რომ ამ ძაფრს მიეყრდნო ამ წვრილ სხივს. და ისე გასწორდე. ფეხები დადგი მყარად, სწორად, იატაკზე და დააკვირდი საკუთარ სუნთქვას. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. მე არ გეუბნები, რომ ისუნთქო ღრმად, არც იმას გეუბნები, რომ მოდუნდე, არც იმას გეუბნებით, რომ არ მოდუნდეთ. და რაღაც მომენტში მინდა, რომ უბრალოდ გაახილო თვალები, მიმოიხედო ირგვლივ და დააკვირდი, როგორია გარემო, რომელშიც იმყოფები. რამდენად კომფორტულია შენთვის. ისევ დახუჭე თვალები და დააკვირდი საკუთარ შეგრძნებებს. რას გრძნობ სხეულში? შეიძლება აღმოაჩინო, რომ გულის არეში არის სიმძიმე, ან მოჭერის შეგრძნება. ფეხებში არის თრთოლვა, ხელებშიც. თავისარი არის დახურებული. და არ ქვია შეგრძნებებს სახელი და უბრალოდ ამოსუნთქვასთან ერთად გაუშვით. თუ მარტო ხარ, შეგიძლია ხმამაღლა წარმოთქვა ის სახელი, რომელსაც დაარქმევდი ყოველ შეგრძნებას. და თუ არ ხარ მარტო, შეგიძლია, რომ შინაგანი ხმით დაარქვა სახელი შენს შეგრძნებებს და რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შენი შეგრძნებები და ჩვენი შეგრძნებები უსაფრთხოა, გთხოვ, რომ ყოველი შეგრძნების აღმოჩენის და სახელის დარქმევის შემდეგ საკუთარ თავს უთხრა ფრაზა. მე დაცული ვარ. მე უსაფრთხოდ ვარ. მე დაცული ვარ. მე უსაფრთხოდ ვარ. გახსოვდეს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შეგრძნებები და შენ აბსოლუტურად დაცული ხარ. და როდესაც შენ აკეთებ ჩამონათვალს შენი ემოციებისას, შენი შეგრძნებებისას, მინდა, რომ კიდევ ერთხელ მიაქციო ყურადღება, რომელია ის ემოცია, რომელსაც ახლა განიცდი. და კვლავ დაარქვი ამ ემოციას სახელი
ეს შეიძლება იყოს ზევდა, შიში, იმედგაცრუება, სიხარული, ბრაზი, ან შეიძლება აბსოლუტურად მშვიდად იყო ამ დროს. გახსოვდეს, რომ ემოციები არის უბრალოდ ემოციები და შენ არ ახარ არც ერთი შენი ემოცია და შენ არ ახარ არც ერთი შენი აზრი. ისევ უთხარი შენს ემოციებს, აზრებს. მე უსაფრთხოდ ვარ, მე დაცული ვარ, მე უსაფრთხოდ ვარ, მე დაცული ვარ. განაგრძია ამის გამეორება და სანამ ამას აკეთებ, მინდა რომ წარმოიდგინე შენი შინაგანი ბავშვი, შენი პატარა მე, დაახლოებით 3-5 წლის ასაკში. დააკვირდი, როგორ გამოიყურება. როგორ ხასიათზეა? რა უნდა შენს პატარა მეს შენგან? რა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად? შეცადე მისცე ის, რაც მას სჭირდება. ეს შეიძლება იყოს ჩახუტება, სითბო, ზრუნველობა და სიყვარული შენი მხრიდან. უთხარი შენს პატარა მეს, რომ გიყვარს ის და რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში მას შეუძლია, რომ შენი იმედი ჰქონდეს, რადგან შენ მის გვერდით ხარ ყოველთვის. და შეგიძლია შენს შინაგან ბავშვსაც უთხრა ის, რომ ის არის დაცული. ის არის უსაფრთხოდ, რადგან შენ მასთან ხარ. და ამასობაში შეამჩნიე, რომ შენი სხეულის საკმაოდ ბევრი ნაწილი უფრო მეტად არის მოდუნებული, ვიდრე სავარჯიშოს დასაწყისში. ამდენად დაიწყია მოდუნებული ნაწილების შემჩნევა სხეულში. მე დაცული ვარ, მე უსაფრთხოდ ვარ, მე დაცული ვარ, მე უსაფრთხოდ ვარ. და თუ კი აღმოაჩენ, რომ სხეულის რომელიმე ნაწილი ცოტათი შეშფოთებულია, მასაც შეგიძლია უთხრა, რომ მე უსაფრთხოდ ვარ, შენ უსაფრთხოდ ხარ, მე შენთან ვარ. და ამასობაში სხეულის ერთ-ერთი მოდუნებული ნაწილი მინდა რომ ამოირჩიო და ამ ნაწილიდან განავრცო სითბო, სიმშვიდე, დაცულობა მთლიანად სხეულში. განავრცე. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ფერის სახით, სხივების სახით. და დააკვირდი, როგორ ვრცელდება ეს ყველაფერი მოდუნებული ნაწილიდან მთლიან სხეულში და როგორ იშვინთება შენი სხეული სიმშვიდით, დაცულობით, სიხარულით, სიყვარულით. და როდესაც იქცნობ, რომ შენი სხეული გაიშვინთა ამ ყველაფრით, შენ შეგიძლია დაინახო კიდეც, როგორია შენი სხეული, რომელიც გაიჟღინთა სითბოთი, სიხარულით, სიყვარულით, სიმშვიდით, დაცულობით. და როდესაც ამას იგრძნობ და ამას ხედავ, გრძნობ ბოლომდე,
მინდა რომ თანდათანობით დაბრუნდე აქ და ამჟამად დღევანდელ რეალობაში, ისე რომ თან წამოიღო ეს განცდები, უსაფრთხოების, სიმშვიდის სითბოში და ოდესაც მზადი იქნები, იგზენი ფეხის წერფები და გაახილე თვალები. მადლობა, შენთან იყო და მეგზურობას გიწერდა ფსიქოლოგი თეო ნამშვიდობაძე.